არის პრეზენტაციას ეს წინა საარჩევნო პერიოდის ინციდენტებს ეხება დღევანდელი ჩვენი შეხვედრა და ჩვენ აქ წარმოვადგენთ იმ სამ ორგანიზაციას არასამთავრობოს, რომლის ძირითადად სამი ორგანიზაციის იდეა ამ ვებპორტალის შექმნა. ესენი არიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნები და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს. ძირითადად ვებპორტალზე ხდება იმ ინციდენტების დაგება ჯერჯერობით წინა საარჩევნო პერიოდში, რაც ხდება საქართველოს ყველა რაიონში და ყველა ოლქში, ყველა თვითმმართველ ქალაქში. ეს ინციდენტები შემოდის როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ისევე ჟურნალისტებიდან, მედიისგან შემოდის და ასევე შემოდის ჩვეულებრივი მოქალაქეებიდან. ანუ ჩვენი ვებპორტალი არის საიტი election portal G. აი აქ უკვე, როდესაც ჩვენ წითელი რაც არის გაწითლებული, ეს არის რაიონები და მათი სიდიდე დამოკიდებული არის ინციდენტების რაოდენობაზე შემოსულ ფაქტებზე. ანუ ნახოთ ახლა პირველი გორი, რადგანაც გორი არის ყველაზე დიდი. გორის ოლქში არის დაფიქსირებული 26 ინციდენტი. და აი აქ ჩვენ 26 ინციდენტზე დავაჭერთ და ჩამოიშლება უკვე აქეთ გადავდივართ გვერდზე. აქ არის პირველი რაც მოხდა გორში. ძირითადად ვებპორტალის შექმნის მიზანი იყო, რომ ინფორმაციას წინა საარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღის და მომდევნო პერიოდში მოეყარა ერთად თავი, რა ხდება ზოგადად. ეს იქნება ინციდენტები, დარღვევები, რა ხდება საარჩევნო ადმინისტრაციებში. ეს ვებპორტალის იდეა არის სამი არასამთავრობო ორგანიზაციის, სამართლიანი არჩევნების, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს. ვებპორტალზე შემოსული ინფორმაციის მიხედვით ჩვენ ვხედავთ, რომ დაინტერესება მართლაც დიდია. თავარი არის, რომ მოქალაქეებამდე მივიდეს ის ინფორმაცია, რომ მათ ყველა შეუძლია, ყველა მობილურიდან მაგთის ჯეოსელის ბილაინის გამოაგზავნონ SMS-ი ნომერზე 2500 და ეს SMS-ი იქნება უფასო. ამ პორტალის მნიშვნელობა და ღირებულება ზუსტად არის ის, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც განთავსებული იქნება ამ პორტალზე, ძირითადად შეეხება საარჩევნო დარღვევებს. ეს მოიცავს როგორც წინა საარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდს. დადებული ინფორმაცია, რომელიც არის სრულყოფილი, დადასტურებული ინფორმაცია და ამავდროულად აღნიშნული ინფორმაციები არის ყოველმხრივ გადამოწმებული. ჩვენი აუდიტორია ამ შემთხვევაში არის სამართალდამცავი ორგანოები, არის უწყებათა შორისი კომისია, არის მედია, რომელსაც შეუძლია შემდგომ ზემოქმედება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ პორტალზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას არ ექნება სათანადო რეაქცია, შემდგომ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია მოახდენს სათანადო ფაქტების საჩივრების სახით და სასამართლოში წაღებას.